Ყველანი შეგზრარებას გუფთა ტოლმაც გაგაცვალება. იმედია მისი სული სასუფეველში დაიმკვიდრებს ადგილს და ჩვენც ერთი-ორი ჭიქით სულ მოვიგონიებთ ხოლმე და რამე. ახლა კი მოდით ანდერძე გადავიდეთ. როგორც იქნა. დევი, სირცხილი რა მოგივიდა? ეხლა წაიკითხე. მთელი დღე კი არ მაქვს. ჩემს ქათმების ფერმას და სიმწრით მოგროვებულ $5,000 ვუტოვებ ჩემს საყვარელ შვილიშვილს. პოლიკარპე ჯამტლეკიაშვილს. დანარჩენებს მოგსწრებთ დედის ტრაკი. განსაკუთრებით კი ჩემს სიძეს, დევი ჯამტლეკიაშვილს. უხე პროჭიკაცი, ნახე, ბავშვს დაუტოვა ქონება და მკვდარი ძმე მაგინებს. დევი, დაწყნარდი ბიჭო სირცხილია. ვა, ქათმების ფერმა ნეტა რამდენად გაიყინება. გადასულებ. მოგესალმებით დღეს მე ვარ. გადავიღებ დათარსულებ. ხოდა დაველოდე რა. ჯერ კაპიტანს ხა, მე გარეცხა, აი პრიალი გავდიოდა მანქანას. ხოდა კმაყოფილი რო ჩაჭდა მანქანაში რა ვქენიცი? რა? დავაჯვი. ვა, პოლიკ, რა შვები? დაშვები და ბაბუაჩემა ანდერძით ქათმების ფერმა და ცოტა ფული დამიტოვა. ხოდა ვფიქრობ რომ ფერმა გავყიდო. ფერმა რამდენად უნდა გაყიდო რო? მე რა ვიცი, ახლა ფერმა ვის რა ჯანდაბად გასაიდო. ხოდა დაიტოვე ქათმები და 1,900 მიხედე, ამ ქვეყნის პრობლემა ზუსტად ისაა, რომ ხალხში რომ აეზარება და პერსპექტიულ ბიზნესს ორი დღის სამყოფ კაბიკებში ყიდიან. რა ჯანდაბად მინდა ქათმები? მე რა ვიცი, კვერცხის ბიზნესი რომ დაიწყო, ნამდვილი სოფლის კვერცხი და არა რაღაც ქარხანაში გამოზრდილი ქათმების. ჩვენც მოგეხმარებით და კაი ბიზნესი მოვცხოთ. ეგ მართლა გაასწორებს, ჩვენი ბიზნესი გვექნება. ასე ხართ ყველანაშა ჩვენი იქნება. ხო, ბაჭო საღო, რა მაგრად მოფიქრე იმენა თიშლა ხარ. ჰა? თქვენ ხო თანამედროვე სიტყვების აზრი არ ხართ რა? შეგაკი რა ვერ მიხდი. თიშლა შეკება არა შესირო. როგორ არა? იმ დღეს ჩემო მამაჩემ მაგარი თიშლა ხარ. რო გიქი ასე მითხრა თიშლა გონება მაქვს ნიშნავს. ხოლი მართლა თიშლა ხარ რა? ჭახა ძმა მომისმინე. იგი ნახუი, შენ კაპიტალო. ხო, კაი. ბაბუაჩემა $5,000 დამიტოვა. მაგ ფულით რეკლამა შეგვიძლია ტელევიზიაში გავუშვათ. კი, ოღონდ რეკლამაში უნდა იგრძნობოდეს, რომ ჩვენი კვერცხები საუკეთესოა რა. ანუ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ იმენა სოფლისაა და რამე. თან კაი სლოგანიც გვინდა. ხო, აი რამე ისეთი სლოგანი რო იყოს, აი დედალი ქათმის კვერცხები პირდაპირ სოფლიდან ან რამე, ჭანდაბა ვიცი. უიდეალურესი სლოგანი ვიცი. წავედით ჩემ კომპიუტერში და ვამოტაჟოთ. ბანცი კვერცხი მოგეს და ჩვენს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ფერმა ბედნიერი ქათმებით დაგვეხუნწლა. კაკანი, ნამდვილი სოფლის კვერცხი. პირდაპირ ქათმის ტრაკიდან. მოგესალმებით, მე ანტონ კუტუწელია ვარ და მე-7 არხზე ახალ ამბებს გაგაცნობთ. პატარა სოფელ თარსულაში სამმა პატარა ბიჭმა კვერცხის ბიზნესი სახელად კაკანი წამოიწყო. მათი მეტად უცნაური რეკლამა სხვადასხვა სამოუწყებლო კომპანიის ეთერში ჩაეშვა, რამაც საქართველოს მოსახლეობაში დიდი ინტერესი გამოიწვია. აი ძალიან კარგია რომ ახალი თაობა ბავშვობიდანვე ისეთი მონდომებულია. თან ნაღდი სოფლის კვერცხს რა ჯობია. აი ეს ფრაზა რომ მოვისმინე, აი პირდაპირ ქათმის ტრაკიდან, აი დამაჟრიალა რა გეუბნებით. მირჩევნია კვერცხი პირდაპირ ქათმის ტრაკიდან იყოს, ვიდრე რაღაც ქარხანაში გამოზრდილი ქათმების დადებული და კაპრიალებული. ჩემთვის მინდა მხოლოდ ნახევარი მივაწოდო. პრობლემა გვაქვს. კი, ყველაფერს მივხედავ. ეგ ახალი კვერცხები შეგრით დაალაგეთ და არ გაწმინდოთ. უნდა იგრძნობოდეს რომ პირდაპირ ქათმის ტრაკიდანაა. შვილო, არ გინდა მამა რომ ბიზნესში ჩართო? ბიზნესი ბაბუა მე დამიტოვა და არა შენ. ვის დაემსგავს ესეთი პროჭი? ანზორას თავისი შვილი ყველაფერს უსრულებს. ხოდა წადი და ანზორას შვილი იშვილე. შენ. კაკანის ბიზნესი თქვენია? კი, ჩვენია. საფუხალოდ დახულვა მოგიწევთ. რა? რატო? ბიჭებ ვაკეგზე არა და ადგე და 100 მოგეპლიანება დაიწყო. ჩემი უფროსის კვერცხების ბიზნესს ძირავთ და დამიძერე ჩემს უფროსებთან ხულობა ალხის. და რო არ დავხუროთ რა სიზამრო? როქნო
ხო არა ძალიან შეგვეშინდა. განსაკუთრებით გამტყდა კვერცხს და აფსი მაშინ. ახლა აქედან გააჯვით, ორი პოლიციაში დავრეკავ და ვეთქვი რომ ვიღაც ძირი ბავშვებს სახესთან დიშლას გვიტრიალებსკო. მოგესალმებით, მე ტრაქ ჩაბანიშვილი ვარ და ეს ჩემი გადაცემა სიმართლე პოლო წვეთამდე. დღეს თუმრად ყველაფერს უკვე კარგად ნაცნობი ბრენდის, კაკანის შემქმნელები, პოლიკარპე, ჯამტლეკიაშვილი პაჭო, კაკაჩია და ჭახან ღრუბელაშვილი ყავს თუმრად. ბიჭებო, ყველა საინტერესებს ეს ბიზნესი ვეგანების მიმართ პროტესტის ნიშნით წამოიწყეთ რა? არა. უბრალოდ პოლიკას ბაბუამ ქათმების ფერმა დაუტოვა და ჩვენც ვიფიქრეთ რომ ფერმის გაყიდვას აჯობებდა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აკეთებდა და ნამდვილი სოფლის პროდუქტები წარმოებინა. ჩვენი აზრით ფერმის პრობლემა ისაა რომ ხალხი სოფელს და სოფლის მუშაობას თავს არიდებს. ჩვენ საპირისპირო მინდოდა გვექნა. და თავს რატომ არიდებს? ალბათ ვეგანებმა მიუგზავნეს ვინმე არა? ვის? ხალხს, თქვენც მოგიგზავნეს, ხო ვიღაც ალბათ თავისი აგენტები. როგორც ნეხში იქნებით თქვენ საბრალოებო, ყველაფერი მოყევით, ვეგანები მოგივარდნენ და თქვენი გაუპატიურება სცადეს, ხო? პრინციპში ვიღაც დიშლა კი იყო მოსულისე. ჩემი ბოსის ბიზნესს ირავთ, მაგრამ ვინ იყო არ ვიცი. აჰა. და ვეგანებს თქვენი გაუპატიურება აქამდეც უცდიათ? შენ ძმაო ძალიან შიგავს თუ უბრალოდ ხლეთან. შიგ ნამდვილად არ მაქვს. მე რატომ მეკითხებ ვეგანებმა გითხრეს რომ აქვს? წავედით რა აქედან. რატომ ვეგანებმა დაგავალეს წასვლა? არა, იმიტომ მივდივართ რომ აქ ჩვენს ბიზნესს ალაპარაკოთ ვართ და არა შენაირ გამოშტერებულებთან. შეიძლება რომელიმე ორგანოს ან დაჯგუფებას რაღაც რიგზე ვერ კონდეს, მაგრამ როგორც ჟურნალისტს ის მაინც მოგეთხოვება რომ შენი ეთერი ფაქტებსა და გამოძიებაზე დააფუძნო. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი გამოშტერებული ტელევიზიის მეჩერებია და შენაირი სირის ყველა სიტყვა შეერა. შედის ლაკასო. ვინ იყო ის გიჟი? რა ვეგანები, ვინ ვეგანები? კაი, დავიკიდოთ რა. აუ, ისევ ეს კაცი. ამჯერად რას მედააბს, რა გინდა? მე გაგაფრთხილეთ. თქვენ კიდე არ მოისმინეთ. ხო და ახლა ჩემს უფროსებთან მოგიტებთ ცეხვეთ რა. ბლა 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 ბლა. ხო, გავიგეთ. სადაა შენი უფროსი? აბა? თქვენ გვინდა ჩემი ბიზნესის ჩაძირვა? დაახლოებით 1 წლის წინ ჩვენი ფერმა მჟავით დააბინძურეს. მას შემდეგ ფენს კვერცხებს ადამიანზე ჰიპნოზური გავლენის მოხდენა შეუძლია. და მერე მერე ის, რომ კაცობრიობის დამონებაში ხელს გვიშლით, გასაგებია? თქვენ შემთხვევით ვეგანებმა ხომ არ გამოგზავნეს? არა, აქ იმით რომ თქვენი ბიზნესი სამგავო ჩავძირო. რადგან თუ ყველა თქვენს კვერცხს იგებს, თქვენსაც არა, თქვენი კაცობრიობის დამონების გეგმა ჩაიშლება. მაგისია ეს. ჩვენი პასუხი არა, კაიგე. ახლა რა სიზამ? შენ კვერცხებზე დაგვიბსამ? არა. მე აქ თქვენს გასაკრობად ვარ. liad, ქათმები არიან. ჩვენი ქათმები გვეხმარებია. ქათმები სომი. ჩვენმა ქათმებმა გადაგვარჩინეს. კი, მაგრამ რატო? ამათ რა, არ უნდა კაცობრიობაზე შეგიძლია? არ ვიცი, ალბათ ჩვენმა ქათმებმა იციან, რომ თუ ეგრე მოიქცევიან ადამიანებზე უკეთესი არაფრით იქნებიან. კარგი, და ახლა რა ვქნათ? გონი ჯობია ფერმა ქათმებს ვაჭრობ. მადლობის ნიშნად რა. აქ ცხოვრობენ შვიდად და წნარად. კი ბატონო, მე ქათმებთან ჭიდაობას არ ვაპირებ. ტრაქში უთხრია კვერცხების ბიზნესი. ამდენ შარად მაინც არის. და პოლიციაში არ გამოსცემდა. კი, აი პოლიციაში მივიდეთ და უთხრა თავს ქათმები და მესმენა თავისი კვერცხით ყველა დამონება უნდა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე თავი დამანებით. წავაზე და შეგვითამაშე. ქათმების ბიზნესი მაგარი გეგმები მაქვს. არ გინდა გითხრა? ქათმების ბიზნესი გავაჩუქე. ასე რომ მოიშვი ჩემთვის შეტენვას. შენი რა გააჩუქე, ვის აჩუქე? კეთილო, კაი, შენ მაგ მაგ და თურმე ქათმები გაუჩუქებია. შენი ბრალია, შენ გააბოროტე ეს ბავშვი. ერთი კეთილოს თუ მეძახი და მე მეორე რაც მამა აიშვილია. დამაბრალა აქ.